გამარჯობათ მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ჩვენ დავიწყოთ ჩვენი ამბები. დღევანდელი ვიდეო იქნება თავისივე სპეციფიკური, გარდა იმისა, რომ ალბათ მიხვდით, რომ ყოველი მოვიდა ისე მოულოდნელად. გაჩვენეთ კიდევ კადრები და ძალიან თოვლის გარდა, უბრალოდ ეს იმდენად გაყინულია ახლა ეს არ იწევა და მინდა გავიდე, მაგრამ ისეთი ქარიშხალი მოდის, ქარია სასწაული. ყინავს, ეს არის. ერთ სიტყვით გადავიღოთ ეს მიმდინარე პრობლემები ჩვენებურად ნატურაში ბუნებრივად. მაგრამ, ეს გასაგებია, მე უბრალოდ სხვა თემაზე მინდა შევეხო, თან საქმე გავაკეთოთ. რაღაცნაირად გადავჭრათ ეს პრობლემა და მაგრამ უბრალოდ ადამიანის ურთიერთობებზე, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ვიძახი ხოლმე კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ფული ტრიალებს, მატერია შემოსავალზე მიდის, ეს ენერგიის დახარჯვა და ხუი და ადამიანები ჩვენ ხო ვიძახით ხოლმე, რომ ქართველები ასეთები ვართ, ისეთები ვართ, ემოციურები ვართ და სულ ტალახს დებთ ჩვენ იმაზე ადამიანებზე და გონია რომ მარტო ჩვენ ვართ ცუდები, მაგრამ მასეც არ არის მეგობრებო. ადამიანია, ყველგან არის, რა ჯიშის არის, რა ის არის. ყველა თავის ემოციებს ვერ აკონტროლებს, თუ აკონტროლებს, თუ რას აკეთებს. ახლა ამას მე ნენელა მოგიყვები და რისი თქმა მინდა ამას გადმოვცემ. ესე იგი, ჩვენ ავიღეთ ტვირთი, მინესოტაში ხო ვიყავით, ის ქალაქი რო დავათვალე, ძალიან მსუბუქი ტვირთი იყო და გადავხედე ამინდებს და ორი გზა მქონდა. ესე იგი, ვაიომინგი თუ და წავსულიყავი, ან კოლორადოთი, ან სამხრეთის გზით. ესე იგი, სამხრეთით როგორ იცით? ნებრასკა, კანზასი, მერე გადასულიყავი ნიუ-მექსიკოში, ალბაკუერკუში და ესე წავსულიყავი არიზონაში და ჩავსულიყავი კალიფორნიაში. ეხლა ამ დღეებში რომ ტორნადო და ისინი რო იყო, აქაც ქარი იყო გამოცხადებული და ვინაიდან მსუბუქი ვიყავი, მასე გადავწყვიტე წასვლა. წამოვედი, ახლა ღამე გავჩედი, ახლა მე ტრაქტორზე ვიმყოფები პეტროში, ესე 91 გზაზე. და ღამე შემოვედი, ღამის 2 საათზე. ეხლა კი მესმოდა ქარი და ეს მანქანა ეხლაც აქან არის ქარისაგან, ისეთი ქარია რა. მე დილით გავიხვიძე და შევხედეთ, ნახეთ რა სიტუაცია. თოვლი ხომ მოვიდა და ქარი კიდევ უბერავს რა. ეს სიტყვით არასასიამოვნო სიტუაცია. ბუნებრივია ახლა, არ მესიამოვნა, მაგრამ ხო იცით, აქ ყველაფერი მოსწრებაზეა, ჩქარა და ბუნებრივად ახლა ასეთ ამინდში მე გადავხედე გზაზე, იყო პოლიციამ გადაკეტა, უკვე მანქანებს აღარ უშვებენ. იმაში და გადავაგზავნე ჩემი ინფორმაცია, რომ ასე და ასე მეთქი თოვში მეთქი და გავჩედები მეთქი და წამოვიდა მე იქიდან. რატო ამ გზით არ წახვედი? რატო იმ გზით არ წახვედი? ეთყობა და ეს ხო იცით, ემოციურად გამოხატული ბროკერი, დისპეჩერი და ესეთი რაღაცეები. ახლა უგზავნი სურათებს, უგზავნი ფაქტებს არ აინტერესებთ, ატეხილია. არ გეცნობებათ ასე სიტუაცია, მეგობრებო. ჩვენ ცხოვრებაში ხო არის ახლა გინდა პოლიტიკაში, გინდა ფაქტს ეუბნები, იმას ეუბნები. არა, შენ ასე უნდა ახლა შეიძლება რა შედარებაა, მაგრამ არა, ასეთო, ისეთო. ერთმანეთს მე ის მომაძახა, ეთყობა, რა ხდება, იცი, გაღიზიანებულები არიან, ცოტა სიტუაცია ისეთია, თან ზამთარია, ბევრ რაღაცაში პრობლემები, რაღაცები იქ ამოწმებენ, ზოგმა მძღოლმა რაღაცა პრობლემები შეუქმნა, მეც ახლა თავისებურად ის ტრაილერი რო გავაფუჭე რაღაცა და უკვე აკრეფილი აქვს რა, უარყოფითად.
მე რა თქმა უნდა ჩვენ სტილში წნარად შვიდად ვეუბნები რომ ფაქტებს ვეუბნები ესენი არა იქიდან წასულიყავი და ტელეფონების დაკიდვა და რაღაცები ასეთი ბავშვური რაღაცები აი თქვენ რას იზამთრებთ მეგობრებო ამ შემთხვევაში ძალიან უნებრივად ეს მოქმედებს შენ რაღაც პატიმოყვარეობაზე და თავმოყვარეობაზე მაგრამ მე ჩვენ სტილში ვართ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავარდეთ და წნარად ფაქტებით ვეუბნები გიждებია. მე დარეკა რატო წახვედი იმან დისპეჩერმა სხვას დაურეკა, სხვას იმას დაურეკა და ერთ სიტყვით არიან ბობოქრებონ რა. ესე იგი, აი რო დაფიქრდე და რა უნდათ. ეხლა ასეთ ამინდში ცოტა სამხრეთით რო წავსულიყავი უფრო მარცხენა მხარეს. იქაც ეხლა ამინდი არის ძალიან ცუდი. და აი ესეთი ამინდია და ნუ რა თქმა უნდა მე ახლა ზედმეტს არ ვეუბნები არაფერს, მაგრამ მაინც ეს ემოციურად გაწვევიან. ეხლა ჩვენი ქართული ხასიათიდან ჩვენ შეგვიძლია ახლა აი შეუკუთხო, გამოუკუთხო, მაგრამ რას მოვიგებ მაგით არაფრით, ხო? მაგრამ შინაგანი ბუნებრით მაინც არ სიამოვნებს, მაგრამ ჩვენ ვინაიდან მებრძოლი ხალხი ვართ და ვიცით რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ და ღირსება რო უნდა დავკარგოთ, მოვიქცევით ღირსეულად და კაცურად და მე უკვე როგორ დამთავრდება, რა დამთავრდება ბოლოს და ბოლოს ახლა თუ აკრიფეს მე ისე და ისე შვიდად ვეთყვი სათქმეს, მაგრამ ემოციას არ ავყვები, მაგრამ როგორ მოვახერხებ ამას, გავაკეთებ ეს ახლა ეს გვაჩვენებს. ნუ რა თქმა უნდა ახლა სასიამოვნო არ არის, იმიტომ 3 დღის ნაცვლად შემიძლია არ ვიცი ახლა ეს ამინდი როგორ შეიცვლება. ამდენად მოყინული აქ ახლა ეს არც იწევა, ახლა გადავალ მე ცოტა ხარ თბილად ჩავიცმე და მოფხიკა გამოვილი, მაგრამ ისკენ მიყვარს საუბარი ჩვენი არხიდან გამომდინარე, იცით? აი ამხელა მნიშვნელობა აქვს როგორ შეიკავებ თავს. ეხლა მე მაგალითად ჩემ შვილებს და ალბათ ჩვენც ეხლა რაღაც მეგობრული ისეთი ურთიერთობა დაგვიმყარდა, მაგრამ ეხლა ზოგი იტყვის რომ აი ეს დაუტირე იმეს უტირე როგორ შეურაცხყოფას არა, მაგრამ ეს ემოცია და ეს ყვირილი და ჩხავილი და ბღავილი სასაცილოები არიან, მაგრამ მე ასე მყარად უდგება ფაქტებს ვეუბნები. ნუ ეს ახლა როგორ მოხდება გამოჩნდება მე როგორ დავამთავროთ, მაგრამ ვიცი რომ კარგად დავამთავროთ ყველაფერს, მაგრამ ეს ემოციები, უარყოფითი ემოციები მაინც გულში რჩება, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ. ეხლა რატო ლაპარაკობ ამას მე მაგალითად სამივე შვილს ვეუბნები ცხოვრებრივ სიტუაციაში, აი მაგალითად ადამიანი შენთან არის მტყვანი, ხო, თქვა ჩაიჭრა, რაღაცა დააშავა, ცუდად მოიქცა. შენ ამ ადამიანის მიმართ ორი ვარიანტი გაქვს რა. კი, მე იმ ადამიანთან, ის ადამიანი ჩემთან ჩაიჭრა 200%-იანი მართალი ვარ და ვეთქვი ასეთო შეშო გადაული, გადმოული. ნუ რაც როგორც ხდება, ხო, ჩვენც ვიცი და მართალია და დედას უტირებ რაღაცები. არის მეორე გზა. ვთქვათ, პირველ შემთხვევაში როცა ეუბნები რომ ასეთო, მტყვანი ხარ, ესა ხარ, ისა ხარ, გადაული, ხო, თავს ჩაქინდელ მართალი აქნას. მართლა მტყვანია და რაღაც. მაგრამ მე ჩემ შვილებს და ჩემ თავსაც ვეუბნები რომ არის მეორე გზა. მე შედარებით ცოტა გრძელი გზა არის. შეიძლება ენერგია და გონებაც გინდა და ისიც გინდა რომ დადო, რომ კაც აუხსნა სიტუაცია, შვიდად დაულაგო და ისე გააკეთო, რომ იმ კაც, რასაც უხსნი იმ სიტუაციაზე, თვითონ იმ კაცმა თქვას, რომ კი, მე დამნაშავარე, მაპატიე, მეტი აღარ ვიზავ და ნუ ესა ვარ თუ ესა ვარ. ეხლა რატო ხდება ასე? რატო უნდა აირჩიო მეორე გზა? იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში როცა შენ ამ ადამიანს გადაული, გადმოული, კი მართალი ხარ, მაგრამ ის გულში მაინც უკმაყოფილო დარჩება რა, ეს იმიტომ რომ შენ მას ან შეურაცხყოფა მიაყენე ან რაღაც ეს ემოცია დარჩა და მეორე შემთხვევაში ხო, პირველ შემთხვევაში დავამთავროთ, ხო და პირველ შემთხვევაში ესე იგი ის გულში ჩარჩენილი ჩარჩება რა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვარიანტი არ არის ჩარჩება და რაღაც მომენტში უკვე შენ მისი დამჩაგრელი თუ შემნიშვნელი თუ რაღაც სუსტი თუ გახდება, ის გააჩნია ეს პიროვნება როგორია, შეიძლება
დაიკიდოს, არ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ შეიძლება სამაგიერო გადაუხადოს. ეხლა ის ძლიერი თუ კი ეს ერთი ვარიანტია. ეს პირველ შემთხვევაში. მაგრამ მეორე შემთხვევაში შენ თვითონ რო ათქმევინებ ადამიანს რომ დამნაშავეა, ცუდია თუ რაღაცა, ის შენს მიმართ არ იქნება გაბოროტებული. ხო ხდებით? რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ის ადამიანი გაანალიზებს და როგორ გითხრათ, დაფასება კი არა, შეაფასებს, რომ შენი ეს წყნარი, შვიდი მეგობრული ურთიერთობა ის ელოდებოდა აგრესიას და ცურს და რაღაცა, მაგრამ დაგიფასდება რა. აი ეს მეორე გზა არის ძალიან მთავარი და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მეორე გზით ვიარო რა და მეორე გზით აუხსნა. ეხლა მეორე გზა კიდო რატო აი ზოგჯერ უსამართლოდ არის ხოლმე, ხო? ეუნები, ნუ წეღანაც რო ვთქვი. აი უდებ ხო ფაქტებს უდებ. აი ნებისმიერ ხან მე ზოგადად ლაპარაკობ. ნუ ამ შემთხვევაში ეუნები ნახეთ, აი როგორი ამბია, რანაირია. მე ვერც ხო ერთმანეთთან წადიო რა, მძღოლი არ ახარო მეუნება და ალბათ ჩვენთანაც გამოხდებიან ისეთ ტიპები, რომ აი რატო არ წადიდი ხა, რა უნდა აქ სიარულო, ხო? და უხსნი რომ ეს არ აი ფაქტია, საშიშია, ხო? ცუდია, რისკია, არ გიღლის, მაგრამ არა, უნდა გავაკეთო და ნუ საყვედურები მოდის. ეს ფაქტი არ აინტერესებს რა. ფაქტებს ეუნები, არგუმენტებს ეუნები, მაგალითად არა, მაინც, ნუ გადადის სულელობაში, ხო? ან გულუწყვილობაში და შენ რო უთხრა ამას უკვე შენ სულელო ხო ხედავ და ამაზე აგიკრიფავენ რა, რაც ეხლა ხდება მსოფლიოში და პოლიტიკურ სიტუაციაში. ეხლა თქვენ მეტყვით ბიჭო, რა შუაშიაო და აი ერთია რა, ერთი ფორმაა რა. ჩვენ ეხლა ამ შემთხვევაში ამას განვიხილავთ და თან პერიოდულად გლობალურ სახელმწიფოებრივ მომენტებშიც. ეხლა ეუნები კაცრი 100 არ უნდა. ეუნები ეს არ უნდა რა. ამას ვიზახი და საიდან სად გადავედი, მაგრამ ნუ აი იმის თქმა მინდოდა რა. ამიტომ ისე და ესე უფალი გვასწავლეს, რომ სიმშვიდეში, სიწყნარეში და ლოგიკურად მივყვეთ პროცესებს და თავარია ავარდეთ. პატარა შესავალი გავაკეთე ამ ჩვენი ვიდეოს წინ და დააჭერე ახლა მივყვეთ დინებებს, აბა როგორ გადავჭით და ახლა გავალ, ახლა ჩავიცნო ცოტა თბილად. გადავხედა ვიცი რა ხდება ტრაქტორზე და გავიგებ რა გველოდება. იმ დისპეჩერმა და რა ქვია იმას, ბრუკერმა და კომპანიამ ცალკე ინერვიულობენ და ჩვენ ვერ აგვანერვიულებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მართლები ვართ და ჩვენ ვიცით რომ უნდა შევიკავოთ ემოციები და არავის ზედმეტი არ უნდა უთხრათ. დანარჩენი რაც იზა ეთქობა, ესეც საჭირო იყო რომ ასეთ სიტუაციაში ჩავადნილიყავით. ეხლა თბილად ჩავიცვით და გავიდეთ ხო, რა ხდება ვნახოთ. ვითომ შუშა გავწმინდო, მაგრამ გონი ყინას ვწვდი და გადავიღოთ ვიდეო და სამწუხაროდ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ჩემი ბროკერების და დისპეჩერების სახით, რომლებიც არ ჯერათ და გეუნებიან წადიო. აი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, ასეთ ამიჩი უნდა წავიდეთ. ოკეი. როგორ უბერავს, აი ეს არის რა, ჩონი კი არის, მაგრამ ხარი უბერავს. აი მე ჩვენი ჯორჯი როგორ არის დაფარული.
ქარია ვიმე. ნახეთ როგორ არის მოყინული. წავიდე ფეხო. არ გიჭირდება. ნახეთ არაფერი არ ჩანს. ხედავთ ამას, მე ვერაფერს ვერ Натвора цадил. Kari ro არის ეს kari вообще. ორი დღეზე ტორნადოს გადაუჩი და ამ ქარს უკვე ვეღარ გადავუჩი. მივიმე გავიქი. -1 გრადუსი ახლა არ არის, მაგრამ ეთქვა ქარი რო არის. ქარი ეს მოქმედეს. მოდი ხა დავაშრობ არჩევ ტელეფონს და არ გააფუჭოს. ძალიან სველი თოვლია და სულ დამისველა ყველაფერი რა. აი ესეთი სიტუაცია მეგობრებო. ეხლა მომენტებში ფიქრობ ხოლმე. ალბათ ზამთარში უკვე აღარ აღის წამოსვლა. ვითომ რაღაცა ერთ-ორ კაპიკს გავაკეთებ მეთქი, მაგრამ არა. იმდენჯერ გამაჩერა ამ ცუდმა ამინდებმა და იმდენჯერ ნელა მივიდიოდით, რომ საერთო ჯამში ნახოთ მომავალში როგორ იქნება, მთავარი დავამთავროთ ეს ციკლი რამენაირად და მერე დავფიქრდებით ზამთარში ღირს წამოსვლა თუ არ ღირს წამოსვლა. ისე მაგრა უბერავს ეს ქარი. აი მანქანას უკანაოს რა. სიტყვიდან რო უყურებ, მან გარეთ რო გახვალ. აი ეს ქარი და ეს ქარი თან ისეთი ტრამალური ადგილია ნებრასკისა და კანზასის საზღვარზე ვდგავარ რა. მე ხება თური დავუყვა, არ გატეხოს ეს. ჭიდაობას არ დაუწყება. ეხლა ესეთ ადგილას ვარ, არც ინტერნეტი იჭერს, არაფერი არ იჭერს. Google-ით უნდა ვიჯდე ეხლა მანქანაში. აი მეგობრებო, ეხლა მე თქვა თქვენს რო არ მოგაბეზოთ, ალბათ დიდი ხანი მომიწევს აკოფნა. გადავარ ერთი იქით ტრაქტორზე, შეიძლება ვიღაცა შევხვდე, დაველაპარაკო და გავიაროთ ეს მონაკვეთი. შავიცვით. ზავას გამორთავ მაინც და ეხლა შეიძლება ცოტა ცუდი გადაღება იყოს თოვლი, მაგრამ იმ რა ქვია შენობამდე მივიდეს და წეღან რაც ვთქვი, შეიძლება ვიმე ქართველიან ვიღაცა შეხვდეს და საინტერესო რაღაცა გამოგვივიდეს, მაგრამ ჯერ მახამდე მივიდეთ. იგივე ასე დავკერე.
გაზაფხული ნებრასკი კანზასის საზღვარზე. შენობა გამოჩნდა. ის მახსენდება ჯეკ ლონდონის მოთხრობები, რომ დადიოდნენ ანტარქტიკაში. ოიმე. გავიხინე არაფერი არ ჩანს. ოიმე მარტო მე რაღაცა გაგიგია დღეს. იმხედე თუ შეიძლება ფეხი. გუთასებით გამძი. შევდეთ შალო ფეხი თუ close door. Took her outside to go potty in the snow. They won't sit down. The way the snow. I'm telling you, Rollevi. Oime, shuklebi ara. No lights? Oh no. Oh, no lights. ასე რაღაცა გაგიგიათ. ესე იგი ისეთი თოვლი მოვიდა, რომ შუქები გამორთულია. სტორიში. და აგერც რესტორანი, არც მაღაზია. არაფერი არ მუშაობს. ვა. მე ჩემფეხს რა უყურე ხო? აი ეგრე ჩემნებია. ამასაც დაისა. You get wet, me also. აი ჩემსაც ამასაც ჩავუვარდა ფეხი და მეც ახლა მოდი გავიხდი და ფეხს გამომშრალებ. ახტება. Closed. That means you're not supposed to be in the building. Well, no, that doesn't say that. Well, it says it's closed. It's called it says it's closed. You don't come in. Is there other restaurants right here? The whole town is got my house. Yeah. The whole town. We already called fire. Sorry, we are closed due to web strategy. ესე იგი რაცა ჩვენ დაკეტილები ვარ დენი არა გვაქვს ეს თანამშრომელი იძახის რომ ძალიან მერიდებაო თქვენიო მაგრამ შენობაში ნუ გაჩერდებითო წადითო მანქანებში ჩაჯექით. That's why we're not saying anything about the people in here because it is about I get it completely. That's why we're not saying anything. ძოლებს არ უნდა გასვლა წასვლა მაგრამ წავლენა რა სიზავე. შუქი არ არის რა, რატო ეს თხი შუქია რა. ყველაფერი გათიშულია. They said the next good-looking guy that walks in the building is bringing a case of beer and some hot dogs. Well, that's no. I was better looking. I said the next good-looking guy. I didn't say no Missouri hillbilly reject. ავიდეთ არა მეგობრებო, ხა ფეხი არ გამიცინდეს, ეჯობი ესე. ეს ერთ სიტყვით თვითონ ტრახსტობის დაკეტილია, ასეთი შემთხვევა მე არ მქონია. კი წერია close-ით, მაგრამ მეტყო ნუ ნენელა გამოვლენ რა. გენერატორიც არ აქვს, ასე ხარ? ესე იგი ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. გადითო და მეც ახლა გავალ ახლა. ეს ჩემი ფეხი გამისვერდა და ხوار გავციდები წავა.
Okay. Hello. It's closed. No light. Sorry? Closed. No. Yeah. No? No, many people have no light inside. Something happened, yeah? Next time. Okay. Maybe I don't nothing. No, eat? No, Ah. maybe good. Iowa good? It's snow, big snow in our Iowa? I don't know. Here, He's terrible, yeah. too much wind. Yeah, wind is here, yeah. Good luck. Did carry out. წავედით. როცა გავციდეთ, მოდი. გამიყინა ტელეფონი არა და გავთიშავე. როგორც იქნა მოვედი. ესე იგი მეგობრა ტელეფონს ხო ვიღებდი და ეს რა ქვია ეს ფიფქები ხო ედებოდა იმას და ყინავდა და ჯიბეში ჩავდე და ძლივს მოვედი რა. რომიდან რომ სტაბიჩდება გაგიზიარო. ნახე ზურგით მოვდიოდი სულ და რომ მოვტრიადი აერთელი მომასხა ეს თორმა. და ამუცენი მგონია ჩემი თავი ანტარქტიდის კლევარი რო იყო. მოდი ხა გავაშრობ ამას და გავიხადოთ რა ეს ხედი. ისევ ჯორჯი. აბა, ჩავთო ჩვენი ჯორჯი და ჩავთო გათხოვა. აბა, რამდენი არა -1 გრადუსზე მაინც ქარი რო არის, ქარი ეგ არის საშინელება. მოიყვანეთ წესრიგში თავი. ესე ტყით ესეთი ამბები ხდება ჩემო მეგობრებო. ეცადე ძღოლის ტყავში გეგზნო თქვენი თავი. ახლა გარდა იმისა რომ თოვლი მოვიდა, აქ რა პრობლემაა? ქარია საშინელი და ეტყობა ეს ელექტროხაზებია, რაღაცა ელექტროსისტემა მთლიანად გამოიყვანა წყობიდან. საჭმელი გვაქვს, საწვავი გვაქვს. ეგ არის რომ ვიქნებით მოწყენილები. სამწუხაროდ ინტერნეტი არ არის. და რა უნდა ვხსნათ, დავждები და ვიფიქრებ და ერთი ორი პატარა ბროშურა მაქვს და იმას წავიკითხავ. იმედია ამინდი გავლის, მაგრამ ფაქტურად მთელი დღე მომიწევს აქ ყოფნა. და როგორ ვამბობთ ხოლმე, ვისაც უნდა გაიგებს, ვისაც უნდა არ გაიგებს. თქვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის, არაფერს არ ვიტყუებით, ყველაფერს ვაჩვენებთ რეალობაში. უბრალოდ ზოგჯერ გული წყდება, რომ რაღაცას რომ აჩვენებ და სინამდვილეს რეალობას რო აჩვენებ, ის სინამდვილედ არ გონია და უსამართლოდ და როგორ თქვათ უსაფუძვლოდ რომ რაღაც იარლიკებს გადებენ. ჩვენ როგორ ვამბობთ, სულ არ ვინერვიულად, ჩვენ ხო ვიცით მართლები ვართ. ეს კი ცუდია რომ პრობლემებია, იქაც დავაგვიარეთ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ვართ მართალი ხალხი. კარგით მეგობრებო, აი ესეთი ვიდეო შემოგთავაზეთ და იმედია უკვე თუ რაღაცა საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დავაფიქსირებ და შევხვდებით საინტერესო შეძლებითი თუ გაგვარად საინტერესო ვიდეოებში. კარგად.